საქართველოდან დიდი ოდენობით ვადაგასული პესტიციდები გააქვთ. გადაწყვეტილება მარნეულში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით $3.5 მილიონი, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის დახმარებით დაფინანსებით ხორციელდება. მიღწეულია შეთანხმება 230 ტონა ვადაგასული პესტიციდების ქვეყნიდან გატანის შესახებ. პესტიციდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე შეგროვებულია და იაღუჯას პოლიგონზეა განთავსებული. შეხვედრას მარნეულში სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცოტა ხნისინ იყო რაღაცა აბსურდული აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენი ქვეყანა რაღაცა ვირტუალური ნარჩენების პოლიგონად უნდა ვიღაცას აქციოს. ეს არის სული აბსურდი და პირიქით დღევანდელი პროექტიც იმას ამტკიცებს. პირიქით ტენდენცია არის აბსოლუტურად პირიქით. ჩვენ უნდა რომ გავასუფთავოთ ქვეყანა აი ესეთი რადიოორგანული დამაბეზრებისას. დღევანდელი შეხვედრა არის ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტთან. გვინდა ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია იაღუჯის ნაგავსაყრელის შესახებ, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გაუნებელყოფას, რადგან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ჩვენ მზად ვართ ტექნიკური მხარდაჭერა გავწიოთ, რათა ტერიტორია სრულად გაიწმინდოს.